მადლობა შევწირო მაღალ ღმერთს პირველ რიგში რა თქმა უნდა. მადლობა შევწირო მის უწმინდესობას. აქ 95 2004 და 2005 წლები არის ნახსენები. გამგვინათოს ღმერთმა ჩვენი პატრიარქის სული. მადლობა მინდა შევწირო მას რომ ეს ლოცვა-კურთხევა გასცა იქ მშენებლობაზე, მშენებლობის თაობაზე. მინდა მადლობა შევწირო ყველა იმ ადამიანს, ვინაც იქ აღმოაჩინა და რა თქმა უნდა მთელ საქართველოს მადლობა, წინასწარ მადლობა, რადგან როგორც ამ ბრძოლაში, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ვამბობდი. აი დღესაც აი უკვე ისეთი შეცდომა მაქვს, მანდ ტაძარს ააშენებს მთელი საქართველო. ვეთმაგისურობას მთელი საქართველო. და ვაი იმას ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს. არავის ურჩევ ვინმე წინააღმდეგობა გაგვიწიოს. ჯერ უნდა ინახოთ, მამი, რა ზომებშია ტაძარი. აუცილებლად, მამა, აუცილებლად. რა ზომები არის? შეიძლება მანდ საერთოდ კომპლექსი გაკეთდეს. დიახ, აუცილებლად კომპლექსი, აუცილებლად. თავში მომდის ამას. რა თქმა უნდა, იმას ვახმოვანებ, რაც თავში მომდის. მაგრამ რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს მის უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა არის ყველაფერზე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა, მაგრამ მე ჩემ ფიქრებს ხმამაღლა ვამბობ, უბრალოდ ახლა. მან კომპლექსი უნდა გაკეთდეს, სამონასტრო კომპლექსი და მან ეგ ტაძარი, რომელიც პატარა იქნება, შეიძლება მაკითი დავიწყოთ და მე მან უნდა დასრულდეს გრანდიოზული ცენტრალური ტაძრით. უნდა დაიდგას კრწანისზე გვირგვინი, როგორც მისმა უწმინდესობას სამებას უწოდა გვირგვინი ქართველი ერის, საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნაო, ხო ბრძანა? მისმა უწმინდესობამ სამებასთან მიმართებაში ქართველმა ერმა შექმნა საკუთარი ავტოპორტრეტიო. და კრწანისზე დიდი გვირგვინი უნდა დაიდგას, როგორც ჩვენი დედაქალაქის აი ყველაზე ამაღლებული ადგილია მანდ. ადგილი ყველანაირი ელემენტები წმინდა ადგილი არის. კრწანისის გმირები მან და სიცხლი მან დაიქცა. დიდი სამუშაოები გველოდება ქართველებო, სასიხარულო სამუშაოები, ტკბილი სამუშაოები და ისტორიული სამუშაოები. ძალიან მიხარია ეგ ინფორმაცია, ძალიან მახარებს.